მასშტაბურ საველე წვრთნაში კანადის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, პოლონეთის, სლოვენიისა და გაერთიანებული სამეფოს ჯავშან ტექნიკა ჩაება. ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მანევრებში დაახლოებით 1000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. წვრთნების მიზანი იყო კრიზისულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარების შემოწმება და დახვეწა. ალიანსი ემზადება აგრესიას მკვეთრი და ძლიერი პასუხი გასცეს იმ შემთხვევაში, თუ კი აგრესორი ქვეყანა ესტონეთის საზღვარს გადაკვეთს. ცხადია, ჩვენ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ შეგვიძლია თანამშრომლობა ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან. თავსებადობა აუცილებელია. როგორც იცით, აქ ბევრი პარტნიორი გვყავს, რომლებიც სხვადასხვა ტაქტიკით მოქმედებენ. უნდა დავრწმუნდეთ, რამდენად შეგვიძლია გავერთიანდეთ და ვიქცეთ ერთიან ძალად, რომელსაც შეუძლია საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შეკავება და საბრძოლო ოპერაციების განხორციელება. ესტონეთში ამ ჯავშან სატანგოს სწავლებამდე მსგავსი სახის მანევრები ლატვიაშიც გაიმართა. ალიანსის ქვეყნების მთავარი საბრძოლო ტანკები სინქრონულ მოქმედებებს ხვეწდნენ. ყველა ქვეყანაში განსხვავებული რელიეფია შესაბამისად, კანადელი ტანკისტისთვის მნიშვნელოვანია ესტონეთისა თუ ლატვიის ლანდშაფტებზე მანევრების ეფექტიანობის დახვეწა, რაც დანაყოფის ბრძოლის უნარიანობას ამაღლებს. რელიეფი ნამდვილად ცვლის ტანკების ბრძოლის წესს, სადაც არ უნდა წავიდეთ ბრძოლის ველზე ერთსა და იმავე რამეს, დაცვას, საცეცხლე ძალასა და მობილურობას უზრუნველყოფთ. თუმცა როგორც ხედავთ, ჩემ უკან ტყე საკმაოდ ხშირია და ამან ნამდვილად შეცვალა ჩვენი მიდგომა. ბევრი რამ უნდა გვესწავლა ესტონელებისა და ბრიტანელებისგან, რომლებიც გარკვეული პერიოდი აქ იყვნენ. ასე რომ დიახ, ეს ყველასთვის შესანიშნავი გამოცდილებაა. სახმელეთო მანევრების პარალელურად აღმოსავლეთ ევროპის სხვა მიმართულებაზე რუმინეთში გერმანული ავიაგამანადგურებლები აქტიურად პატრულირებენ. გერმანული Eurofiter ტაიფუნები რუმინეთის სამხედრო ავიაციის საჰაერო ბაზაზე 2025 წლის აგვისტოში ჩაფრინდნენ და გეგმიურ როტაციაში ჩაებნენ. გამანადგურებლები და მათი პილოტები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. ნატო საჰაერო ძალები მზად არიან განგაშის გამოცხადებიდან მაქსიმუმ 15 წუთში აფრინდნენ. ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფი რეაგირება, სიტუაციის უკეთ აღქმა და დაკვირვება სამიზნეზე, რათა გავიგოთ რა არის და უქმნის თუ არა ის საფრთხეს ნატოს. და თუ ასია, ჩვენ მზად ვართ მას შევუდიოთ და დავიცვათ ნატოს ტერიტორია აქ, აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენს საქმიანობაში შეცდომების დაშვება აქ შეიძლება. ეს მაძლევს мотивაციას, რომ ყოველდღიურად ვისწრაფოდე სრულყოფილებისკენ, ვიყო გუნდის ღირსეული წევრი და ხელი შევუწყო უსაფრთხოების დაცვას, იმას, რასაც აქ ვაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყნებს, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო თანამედროვე შეიარაღება აქვთ, ნატოს საბრძოლო მანევრები და რეგიონში გაგზავნილი ძალები უფრო მეტად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას იმ ქვეყნებში, რომლებშიც ხშირია ბოლო პერიოდში რუსული ჰიბრიდული მოქმედებები. შეკავების ახალი შესაძლებლობებით აღმოსავლეთი ევროპა უფრო დაცული ხდება, ნატო კი მეტად უსაფრთხო.